Glainevad gibrundevit ჩემი ვოკალური მესიჯით. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ. ეს უმაღლესი კატალოგი, რომელსაც არტისტი ქვია, ანუ არტისტები ქართულ თარგმანში. და ის დაბეჭდილია Efeto Artes ორგანიზაციის მიერ, რომელიც ყოველწლიურად გამოიცემა და მასში შესული არის საერთაშორისო დონის არტისტები და სწორედ 2005 წლის გამოცემაში ჩემი მატრაკვეცა დედაქალაქიც მოხდა აქ, ვინაიდან მე გახლავართ თბილისიდან, ხო? დაბადებული გაზრდილი და აქედან გამომდინარე სწორედ არტისტები შევიდა თავისი სრული ბიოგრაფიით, თავის ნამუშევრებთან ერთად, რა თქმა უნდა, და ამავდროულად ამ ყოველწლიურ საიუბილეო კატალოგში გაიმართა ასევე ვიტრინა, სადაც წარმოდგენილი არის ჩემი ნამუშევარი, რომლის ფონზეც იკითხება გული და მინდა ეს ინოვაცია, მესიჯი, თუ რა ვიცი რა დავარქვა, სიახლე გავუზიარო არა მხოლოდ პროფესიონალ არტისტებს, არამედ მოყვარულებსაც, რომელთაც აქვთ უნიკალური შანსი, რომ ოდესღაც სურვილისამებრ ისინიც მოხვდნენ ამ კატალოგში, ვინაიდან ეს არის მართლა ძალიან პროფესიონალური გუნდი, ოჯახი პალერმოში, სერა დი ფალკოების ოჯახი, რომელიც უშუალოდ კურირებს ამ უძვირფასეს საქმეს, ხელოვნებაა რო ეწოდება და აგრძელებენ ამ თანავედროვე ჭრილში 21 საუკუნეში, ანუ არტისტების დახმარებას იქიდან გამომდინარე, რომ ისინი კვლავ აქტუალურები იყვნენ, არ ჩამორჩნენ დროს და ამავდროულად საკუთარი თავის თვითრეალიზაცია მოახდინონ პერმანენტულად პროფესიონალურ ჭრილში. აი ეს გახლავართ მე, ჩემი მობილოგრაფიით, ყვითელი მზესუმზი რა გადავაკეთე, ესე იგი მომწვანო მოლურჯო ფერში. არ ვიცი ამდენ ტონას იწონეს, ეს გახლავთ, შემდეგი მეორე. და აი ჩვენი თბილისი, ჩვენი ლამაზი დედაქალაქი და ეს შემდეგი კალა. ამ შემთხვევაში ასევე მოხდა ჩვენი ნამუშევრების შეფასება. 0-დან უმაღლესი ქულა აღარ მახსოვს რამდენი არის, 6, მე 2,8 დავიმსახურე. მე მგონი უმაღლესი ქულა უნდა იყოს, არა 6-6-იც არის. ნუ მოკლედ ამის იმის თქმა მინდა, რომ აქ 7-იც არის აღებული უმაღლესი, 7-8, ნუ ალბათ 0-დან 10 ბალის ჩათვლით მოხდა შეფასება ნამუშევრებს, აი ეს გული რო წარმოგიდგინეთ პირველად, ის ვიტრინაში, ანუ პროექტი ვიტრინაში მოხდა ასევე, არ ვიცოდი რა ფასადენ და ძალიან ისე სპონტანურად გავუშვი ის, მომემზადე უბრალოდ ამ ბიოგრაფიისთვისა 3 ნამუშევარი შევარჩია საგულდაგულოდ, ასე ვთქვათ. მაგრამ უკვე დაიწყეს ჩვენი ნამუშევრების კოეფიციენტებით შეფასება. ანუ და ამ შემთხვევაში ჩემმა გულმა დაიმსახურა 2/8. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგად უკვე ინტეგრირებული ვარ და ეს ფაქტი ძალიან მახარებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ როგორც ასეთი მე თავითვე არ გახლავართ დახელოვნებული არტისტი, როგორც ესენი სადაც შეხვდებით, რომს, მილანს, პალერმოს, ბუხარესტს, სანქტ-პეტერბურგს და მთელი რიგ წამყვან დიდ ქალაქებს თავის პროვინციასთან ერთად, მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა, ხომ იმ დედაქალაქში იბადება და იმ პროვინციაში
როდესაც ნიჭი არის, ნიჭი თავის ხელს ყოველთვის პოულობს ამ დედამიწაზე და მთლიანობაში წარმოადგენს სწორედ იყოს ერთ-ერთი დამსახურებული რეპრეზენტანტი და ამ უნიკალურ წიგნში რომ მოხვდი უკვე მე უკვე ჩემს სათქმელად თქვია რომც გავჩერდე უკვე აღარ მაინტერესებს ნამდვილად არაფერი მაგრამ ეს ასე არ მოხდება იმიტომ რომ პერმანენტულად იმართება რაღაც ღონისძიებები და მე ვინაიდან აქტიური პიროვნება ვარ ზოგადად შინაგანად და ბუნებით და რადგან უკვე ესე ოფიციალურად ამიყვანეს ამ ზენიტში მოდი ასე ვთქვათ მაქვს სურვილიც შესაბამისად რომ არ გავჩერდე და ისევ აქტიურად ვიყო აქტუალური ამ მართლაც ზე უნიკალურ ხელოვანებთან ერთად და ამ კატალოგის შეძენა შეგიძლიათ Amazon-ზეც ონლაინ რეჟიმში გამოიწეროთ მის საფასურია 79 евро მაგრამ აი ეს არის როგორც აი ბიბლია გვაქვს სუვენირი ხო აი ასეთი არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი თუ კი ვიტყვი სახელოვნებო ფორმატში პლატფორმაზე აი ზუსტად ასეთი სუვენირის წიგნი კატალოგია რომელიც ვფიქრობ რომ ასევე პირველი არის იბეჭდება ენრაოდენობით კატალოგები ბიოგრაფიული მონაცემები სხვადასხვა ხელოვანებზე და ასე შემდეგ 10,000 მილიარდი წიგნები, მაგრამ აი ეს უშუალოდ ცინცხალი ახალი და ყველაზე კარგი ის არის, რომ თავად თითოეული მათგანი, ვინც ახლა აი ამ ვოკალურ მესიჯს უყურებთ, თავად გახდეთ ერთ-ერთი კონსორციუმელი, როგორც ეს მე შევძელი 4-5 წლის შემდეგ წინ კოვიდის ჩაკედვის დროს, მოდი ასე ვთქვათ, და გისურვებთ რომ თქვენც ესე გამოგევლინოთ თქვენი ნიჭი, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ძალიან სპონტანურად მოხდა ეს ამბავი და საერთოდ კამერის წინ ატონდერებო მოეწერგე ზოგადად რეალობაში უფრო სადაც შვიდად საუბრობ და ძალიან მოკომპლექსებს, მაგრამ ეს კამერა რაღაცა მაკომპლექსებს, იმიტომ რომ ვიცი რომ მე უნდა ჩართონ და აჭირონ ღილაკს ხელიდან იხურონ და თქო ეს წინა ის მაინც უხერხულობას მიქმნის და მეტი რომ აღარ გავაგზავნო მოკლედ ამის თქმა მინდა რომ ეს არის ერთ-ერთი აი უმაგრესი სიახლე და ყველაზე ბედნიერება ის არის ჩვენი მატრაკვეცად აი სწორედ არის აქ შესული და ისტორიას დავრჩა ჩემთან ერთად და ძალიან მიხარია მიყვარხართ კოცნი და მრავალჟამიერი საქართველო. ჩაო!